გადაცემაში მონაწილეობას რა რეალობაში ვარ დღეს ჩვენ ამაზე მინდა გთხოვოთ საუბარი ერთის მხრივ BBC ჟურნალისტური გამოძიების შემდეგ ოცნების რეაქციები და პერსპექტივები თქვენი თვალით დანახული ან როგორ ფიქრობთ რა გაგრძელება შეიძლება ამას მოხდეს და მეორეს მხრივ აი ესე როგორც პროპაგანდამ გადაწყვიტა გითხას რომ ყველაფერი მოგვეჩვენა ნაწამები ნაცემი ახალგაზრდობა რატომ მარტო ახალგაზრდობა დიდი ასაკის ადამიანებიც მოგვეჩვენა მაგალითად ალექსი თირქია რომელიც კომაში იყო 7 დღე და ღამე მოგვეჩვენა ზვიად მაისაშვილი გონდაკარგული ძირს რომ ეგდოდა სპეცრაზმელი უსწორდებოდა მოკლედ ყველაფერი მოგვეჩვენა საწამებელ მანქანებში შეყრილი ადამიანები სისხლი რომ მოძდიოდათ წარმოუდგენელ შეურაცხყოფას რომ აყენებდნენ ფიზიკურს ფსიქოლოგი ყველაფერი მოგვეჩვენა დარბევები არ ყოფილა ტყუილია თქვენ ვიცი რომ ხვდებით იმ ადამიანებს რომლებიც მოყვნენ ამ დარბევებში და განსაკუთრებით ეხლა არის საინტერესო როცა BBC ჟურნალისტური გამოძიება დევს ჩვენს წინ რა გაგრძელება ექნება ამ ყველაფერს მოგესალმებით თქვენს მაყურებელს ფაქტია რომ 1 წლის წინ ზუსტად აი ახლა წლისთავი არის საქართველოში ჩადენილი იყო საერთაშორისო მასშტაბის დანაშაული ასეთად ჩანდა თავის დროზევე კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაული და მოუყვები ამის მეთოდებს ქიმიური იარაღის გარეშეც აი ახლა რასაც მე ვისმენ მე და ეს ძალიან რთული მოსასმენია მაგრამ მოსმენაზე უარესი რა თქმა უნდა არის განცდა რომელიც ამ დაზარალებულებს ასეულობით ადამიანს ჩვენ ხვდებით 30-40 სხვათა შორის ძალიან ბევრი ქალები არიან რომლებიც უფრო ადვილად ყვებიან რომ არიან მსხვერპლები ძალიან მნიშვნელოვანია რომ უმეტესობას ხავს მეუღლე ძმა რომელიც იქვე იყო მიტინგზე ასევე დაზარალებულია და სახლში ეს ძალიან სერიოზული დაკვირვებაა და მნიშვნელობა საქმე იმაშია რომ ფაქტია რომ უნდათ ჩვენი განადგურება მე ამაში ეჭვი არ მეპარება ის ადამიანი ვინც მიიღო გადაწყვეტილება და ეს ქიმიური იარაღს რომ თავი დავანებოთ ასე ვსაუბრობ აი იმ ფორმით დაერბია რუსთაველი რა ფორმითაც დაარბია ერთად ალყები ჩაეტარებინა ჩვენი მოსახლეობისთვის დახვედრო და ვაჟაზე პეკინზე კოსტავაზე სპეცდანიშნულების რაზმით 10 დღე სხვათა შორის ითქვა და ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტები ზუსტად ვახსენოთ როდესაც გვაქვს მედიასთან შეხება ხო პასუხისგებლობაზე ვამბობ 10 დღე გრძელდებოდა დარბევა 28-დან 8 დეკემბრამდე არა 5 დღე არა და 2 დღეზე გვესაუბრებია მხოლოდ რა ხდებოდა დანარჩენ დღეებში ამას არ იმჩნევენ კი არა და საერთოდ თითქოს არ ყოფილა მხოლოდ 2 დღეზე გვესაუბრებია ეს იყო ფორმები იყო აბსოლუტურად კატასტროფა და ერთობლივად გამოყენება ალყის, გაზის, აიმწყლის ჭავლის, სავარაუდოდ მოწამნულის, შემდეგ გაფრთხილების გარეშე თავდასხმის და თან პოლიციური აი ამ მოტაცებების ერთად ეს ვის თავში მოიხარშა ეს ადამიანი არის ურჩხული. ეს არის ცალსახად. როგორ ფიქრობ? მე სხვათა შორის რახან ვიკვლევ ამ ფორმებს როგორც და ხას უსმევ რომ ეს პოლიციური ძალები, მათი მობილიზება, ხალხის კონტროლი, ეს ჩემი პროფესიაც არის, ხომ? მე მგონია რომ აქ ორ ძალასთან გვაქვს საქმე. ერთი, რომელიც პასუხისმგებელი იყო ცადა 28 ნოემბრიდან 8 დეკემბრამდე, აი იმ ფორმების გამოყენება, ეს ერთი ძალაა, შეიძლება ერთი პირია, მეორე არის, რომელიც ან ამ დროს ერევა, ან ამ დროს გადაიფიქრებს, იმიტომ რომ მე უცებ ნახეთ არის მიღებული გადაწყვეტილება რომ ამ ხალხს ჩვენ ვერაფერს ვერ ვუშვებით. ადამიანები მოწამლული ასე იგი წყლით სახში მიდიან, შრებიან, ბანაობენ დღეს ჩემთან 2 დაიყო მოსული 90 წლის დედა ყავდათ სახში, რომელიც ეუბნებოდა, რომელიც დასნეულებული იყო 90 წლის ქალი ავათარი, მაგრამ მეუნებოდა სახში არ მოხვიდეთ, წადით აქციაზე. სასრულ ადამიანებზე ვლაპარაკობ. მოკლედ მე 8 დეკემბერს გადაწყდა რომ ამის გაგრძელება არ შეიძლება და გადავედით უკვე იმათ მხრიდან გრძელვადიან აი იმ ტაქტიკაში რომელიც ეხლაც ხორციელდება. იმან არ იმუშავა, მაგრამ ვინც ეს გაბედა, მან არ დააშავა მარტო საქართველოს მასშტაბით, ხაბატონო ინგა. მან დააშავა. ეს არის კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაული, რომელსაც ეკუთვნის საერთაშორისო პასუხისმგებლობა და აქ ნიშნულოვანი არის რა? არც მე, არც თქვენ, არც პეტრე, არც პავლე, არაფერს არ წყვეტთ. იმიტომ რომ
მეორე მსოფლიო ომის დროს ჩადენილ დანაშაულებზე ადამიანებს პასუხი იცით როდის აგებინეს? 45 წელს ხო დამთავრდა ომი. 1961 წელს, 1972 წელს, 1980 წელსაც იმართებოდა ტრიბუნალები გერმანიის ტერიტორიაზე იმ ხალხისთვის, რომელიც მაგ დროს იყო 92 და 94 წლის. რას ვამბობ აქ? რომ ეს არის უსერიოზულესი დანაშაულებია ჩადენილი. პანდორას ყუთი გახსნილია, ქვეყნის მასშტაბიდან ეს თემა გასულია BBC-ს ანგარიშს გულისხმობ, შესაბამისად საერთაშორისო ინსტიტუტების ქმედებას უნდა ველოდოთ. შეიძლება ეს არის ფიქრობთ რომ მოყვება საერთაშორისო ინსტიტუტების ქმედება, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო ამბავს ყვება ლაშა შერგელაშვილი, რომელიც იყო სხვა შორის დღეს ასევე ჩვენი სტუმარი და წინა დღეებში ნოდარ მელაძეს მისცა ინტერვიუ კიდევ ფორმულას და ეს ადამიანი ყვება ასეთ რაღაცას, რომ როცა მეო BBC-ს ჯგუფს ვესაუბრებოდიო, ისინი თავის იურისტთან ერთად მესაუბრებოდნენ და გამიჩნდა ასეთი განცდა, რომ მათ ჰააგის იურისტებთან ჰქონდათ კონსულტაცია გავლილი. აი ასეთი შთაბეჭდილება შემექნაო. თქვენ ფიქრობთ, რომ BBC-ს გამოძიების გასაჯაროების შემდეგ შესაძლებელია უფრო სერიოზული რეაგირება მოხდეს ამ სავარაუდოდ ქიმიური ნივთიერების გამოყენების საქმეს? ცალსახარი რომ მოყვება. ბევრი ასპარეზი არის ამისთვის ასპარეზი არის ევროპული ქვეყნები, მათ შორის დიდი ბრიტანეთი, მეტყვილა არ მეჩვენებაა, რომ დღეს ჩვენი დე-ფაქტო ხელისუფლების უმრავლესობა ესე იგი დაიწყო რატომაც მაინდა-მაინც ბრიტანეთზე თავდასხმა, მაგრამ აქ ძალიან ბევრს ისინი ვერ გაილაღებენ, იმიტომ რომ ამავე დროს ჩვენი ოლიგარქატის, არა მარტო ერთი ოლიგარქის, არამედ ოლიგარქატის ქონების უმეტესობა რეგისტრირებული არის სწორედ დიდ ბრიტანეთში. მათ ხომ ევროპა და კარგი სასამართლო თავისთვის უნდათ, ჩვენთვის უნდათ მურუსიძე და თავისთვის ესეთ კი დაცულები რო იყვნენ კონსტიტუციით და კანონით ეგ უნდათ. დიდად ვერ გაილაღებენ დიდ ბრიტანეთზე ამას ვამბობ. მაგრამ მეორე არის, ეს არის ჰააგის გამოძიება, რომელშიც ძალიან დიდი გავლენა აქვს ევროპულ სახელმწიფოებს და არა ამერიკას. ამერიკა არასოდეს ამ ჰააგის სასამართლოს მონაწილე არ ყოფილა სხვათა შორის. მას არ აინტერესებდა, მხარს უჭერდა, მაგრამ ხელმომწერი არ ყოფილა. ის არის თავიდან ძირითადად 95% ევროპული სახელმწიფოების შვილი და ევროპული სახელმწიფოების დამოკიდებულება ადამიანის უფლებების მიმართ და ამ თემის მიმართ ვიცით ეს ორი. და მესამე ძალიან მნიშვნელოვანი ორგანიზაცია, რომელთანაც მნიშვნელოვანია მუშაობა ჩვენი და დიასპორებისაც, ეს არის რომელიც მდებარეობს ჰააგაში, რომელიც ქიმიური იარაღის საკითხს იძიებს. იცით, მათ ერთი ადამიანის მოწამვლის გამო, სკრიპალის მოწამვლის გამო, ერთი ამბავი მოუწყეს ძირითად საერთაშორისო ძალას, რომელიც არის რუსეთის ფედერაცია, რომელთან შედარებითაც ჩვენ ერთი პატარა ქვეყანა ვართ, ხო ეს ჩვენი ხელისუფლება რა არის იმ ძერჟავასთან შედარებით, რაც რუსეთია, მაგრამ იმ ბრალდების გამო, რომ მათ ერთი პირი მოწავლეს, ერთი ამბავი იყო ამ მაშინ ქიმიური იარაღის ორგანიზაციაში ჰააგაში. მე იმედი მაქვს იქიდან კი არ დარწმუნებული ვარ, რომ რეაქცია იქნება, მათ ჭირდებათ ფაქტების სერიოზულად გამოკვლევა და ჩახედვა. იმაზე ზევითა სტანდარტი, როგორც BBC არ არსებობს დედამიწაზე, ხო? სასამართლო თუ დაადგენს. ამიტომ ეს მასალები არსებობს, მე და ძალიან ბევრი სხვა იურისტი ესაუბრება დაზარალებულებს, იმიტომ რომ სულ სხვა ძალა აქვს ჩვენებას. რა სურათი დაიდო? აი როცა თქვენ ამბობთ, რომ ესაუბრები და ვიცით, რომ ხვდებით ამ დარბევებში მოყოლილ ადამიანებს, დაზარალებულებს, რა სურათი დაიდო თავისთავად? მოდით კიდევ ერთხელ გავუმეოროთ, არ ჭირდება ალბათ ჩვენს მაყურებელს ამის ბევრჯერ გამეორება, მაგრამ BBC ჟურნალისტური გამოძიება მტკიცებულებების და რაღაც წყაროების გარეშე წარმოუდგენელია, რომ გასაჯაროებული იყო, ხო? შესაბამისად, როგორც ჩანს, შესაძლებელია ჩვენ არც ვიცით, ისეთი წყაროები ყავთ, იმიტომ რომ იგივე შერგელაშვილი ყვება ინტერვიუებში, რომ მე შემომთავაზესო, თქვენ შეგიძლიათ ანონიმურად იყო ჩვენი წყარო, ანუ ჩვენ არ ვიცით, შესაძლებელია საერთოდაც მოქმედი ძალოვანი უწყების მოქმედი თანამშრომლები იყვნენ მათი წყაროები, ჩვენ ხომ ეს ყველაფერი არ ვიცით. აი, რა იკვეთება თქვენი საუბრებიდან ამ ადამიანებთან? მოდი დავიწყოთ იქიდან, რომ აღმოჩნდა მორიგი ტყუილი მუქარა, რომ
ჩვენი de facto ხელისუფლება უჩივლებდა ხო, ეს BBC-ს. საინტერესოა, როგორ ფიქრობთ, რატომ აღარ საუბრობენ ეხა სასამართლოზე, ეხა მარეგულირებელზე აკეთებენ აქ? იმიტომ რომ ეს ის მოედანია, სადაც მათ ძალიან წამგებიანი ვითარება აქვთ. იქ შეიძლება თავიდან იფიქრეს, რომ იქაც მურუსიძე ჩინჩალაძე ზის, მაგრამ ეგ არ ზის მურუსიძე ჩინჩალაძე, რომელსაც დაურეკავ და დაავალებ. და სამართლიანი გამოძიება და მსჯელობა იმ ტიტანთან, რაც არის BBC და მე სხვათა შორის ყველა შეუულია აიღოს ტური BBC-ს შენობის, უფასოა შეუულია შევიდეს და დაათვალიერება შეგიძლიათ ჩაეწერო ცალკე ფლიგელი არის იურიდიული დეპარტამენტის. ესე იგი ეს არის უწყება, რომელიც ერთ წინადადებას არ უშვებს, რო არ იყოს გამაგრებული 600 ხელმოწერეთ იმის უკან და ეს მე მგონი ცნობილი უნდა იყოს. იქ ძალიან კარგად წერია, ნახეთ რომ როგორ ის ჩამონათვალი შეძლეს და მოიპოვეს ქიმიურ ნივთიერებათა, რომელიც ჩვენ შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვს, მოახერხეს. იქ წერია, მიუხედავად იმისა, რომ პროპაგანდას უნდა რომ მარტო ერთკვლევას დააბრალოს ყველაფერი, ეგ არის სისულელე, იმიტომ რომ იმ სამედიცინო კვლევის გარდა დამოუკიდებელი 4 თუ 5 წყარო არის მოპოვებული, მათ შორის ბევრი ანონიმური ამ სტატიაში. ეს მოქალაქე ერთია, თორე 3-4 იქ ანონიმურია. პლუს ამას დოკუმენტური მასალა. ანუ ეს არის ჩვენ ვნახეთ აისბერგის წვერი ამ გამოძიების სახით. ამ ხელა რაღაცას ეს ორგანიზაცია თავის თავზე ვერ აიღებდა, რომ არა 100%-ზე მეტი სიმყარე იმ მსჯელობისა, რაც მათ მსჯელობას აქვთ. ამიტომ ვერავინ BBC-ს ვერ უჩივლებს, ეს გამორიცხულია. ჩვენ უნდა ველოდეთ სერიოზულ საერთაშორისო რეაქციას. მე რაც შეეხება დაზრალებულების მდგომარეობას, იცით რა არის? ორი რამე არის მნიშვნელოვანი. ერთი სამართლის დადგენა, მეორე ჯამრთელობა. და მე მინდა ბატონ სარჯველაძეს მივმართო აქ, რომელიც გამოდის და ყელყელაობს, ვითომ უნდა რომ რაღაცა რეპუტაცია გადაირჩინოს ჯანდაცვის მინისტრმა. ამას წინათ მშობლებს ხო შეხვდა, მაგრამ სინამდვილეში ძალიან ბევრ ადამიანს, რომელიც დაზარალდა კურნალობის ხარჯებზე, ასევე ალექსანდრე თირკიას, კურნალობის ხარჯებზე უარი აქვს ნათქვამი. ოპერაცია სჭირდება და დაფინანსებაზე უარი. არა მარტო მას, ქალბატონ ჟვანიას და ვეღარ ჩამოვთვლი ყველას, ვისაც სჭირდება, ან შემოწმება, ან კვლევა, რომელიც ასეულობით ლარიღებს. და ეს ჯანდაცვის ბიუჯეტი ჩვენი გადასახადებით სარჯველაძის ფული ხო არ არის ეგ და ბიძინა ივანიშვილის. ჩვენი გადასახადებით შედგენილი ბიუჯეტია. კეთილი ინებოდა ამ ხალხს, რისთვისაც რაც მათ გააკეთეს, აკმარონ და მოუარონ. მანამ სანამ სიმართლე დადგება და სახელმწიფო გააკეთებს ამას, რაც ჩვენ თავის დროზე უნდა გავაკეთოთ აუცილებლად. აი ამ რეალობაში წარმოიდგინეთ ერთი წელი ვითხოვდით ჩვენ პასუხის გაცემას, რა ნივთიერება იქნა გამოყენებული და პასუხი არ იყო და რაღაც ერთ კვირაში დაახლოებით ერთი კვირის ფარგლებში სუსმა უცებ გვამცნო რომ გამოძიება დასრულდა და კითხვები აღარ არის და პარალელურად ხედავთ რომ აი რეპრესიები კიდევ უფრო მძაფრდება. ეხლა გულისხმობ წეღავ საუბრობდით ზუსტად ტროტუარზე დგომის გამოც კი შეიძლება ადამიანები ჯერ ადმინისტრაციული და შემდეგ უკვე ციხეში მოხვდნენ ერთი წლით. ეს თვითონ რაზე მეტყველებს? აი დაჩქარებული ტემპი, ჩატარებული სუსის გამოძიება, სადაც გვითხრეს ის, რაც გვითხრეს საბოლოო ჯამში, რა ვიცი, ვირა გაიგო. პლუს აი ამ რეპრესიული კანონების კიდევ უფრო დამძიმება, რა მდგომარეობაშია დღეს ოცნება და მე მინდა როგორც ოპოზიციონერ ლიდერს დაგისვათ ასეთი კითხვა, ჩვენ ვხედავთ საზოგადოებას, რომელიც არ უშინდება არანაირ რეპრესიას, საზოგადოება ყოველთვის დგას, განსაკუთრებით დაანონსებულ დიდ საპროტესტო აქციებზე მაქვს საუბარი, აი ამ დროს ოპოზიცია, როგორ ფიქრობთ, სად არის, ან სად უნდა იყოს და რა არის ახლა ოპოზიციის გასაკეთებელი საქმე, რომ პოლიტიკური შედეგი მოიტანოს საზოგადოების ამ ბრძოლამ? მე ვფიქრობ, ეს ბოლოცვლილება უკავშირდება იმ ხალხის ძალიან დიდ რაოდენობას, რომელიც ჩვენ ქიმიური იარაღის წინააღმდეგ აქციაზე ვიხილეთ. მეც ვიყავი მანდ და მეც კი გაკვირვებული დავრჩი ერთი რამდენიმე დღით დაძახებული, რამდენი ადამიანი, ეს არ იყო აქცია მომზადებული ერთი თვით ადრე და ასე შემდეგ. და ეს თვითონაც სუსმაც ძალიან კარგად იცის, რომ არ იკლებს ეს მუხტი, მხოლოდ და მხოლოდ იმატებს და მაგას მოყვა მე ეს ცვლილებები მიტინგებთან დაკავშირებით. სუსის ბრიფინგი იყო უბრალოდ გაკეთებული მუქარებისთვის, იქიდან გამოვიდა როგორც რამდენიმე ხაზი, მესიჯი რომ მუქარა თუ ამას იზავთ, მუქარა.
მე ამას პასუხობ ქართული ოცნების დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის სიტყვებით, რომელიც ძალიან დამაფიქრებელია და ნათქვამია ოღონდ არჩევნებამდე 2012 წლის ინტერვიუ არის ნინო ჟიჟილაშვილთან, როდესაც ის ამბობს, მოხონთ მაშინ სხვა კონტექსტში უბრალოდ საკრალურია იცით, იგივე სიტყვები დღეს როგორ ეხება მას და მე ვფიქრობ, რომ წარმოგიდგენთ, მან იცის მაშინ რასაც ამბობდა. იცით რას ამბობს? ვის უპირისპირდებაო ეს ხელისუფლებაო? ერსო, რომელმაც 30 საუკუნოვან ბრძოლას გაუძლო? ამას ბედავსო და უპირისპირდებაო. როდემდე უნდა აკონტროლონ ვითარებაო? ბოლო-ბოლო სადღაც ხო გაწყდებაო აუცილებლად. კი. გადავახვიოთ ახლა 13 წლის შემდეგ ტრაგიკული სიტუაცია, როდესაც იგივე ფრაზა ზუსტად ეხება ამ ვითარებას. პარანოიულ მდგომარეობაში, ანუ შიშისგან პარანოიულ მდგომარეობაში მყოფ ლიდერს და ხელისუფლებას შეიძლება მოეჩვენოს, რომ ამას დაკეტავს, იმას ამოქოლავს, ამას დაურეკავს. ანუ ტოტალური კონტროლიდან მომდინარეობს ეს, მაგრამ გამოცდილებამ გვაჩვენა ძალიან საერთაშორისო გამოცდილებამ ადგილზე და ამაზეც მინდოდა ორი სიტყვის თქმა სამხრეთ კავკასიაში რა ხდება, ხო, ქალბატონო ინგა, ჩვენი ხელისუფლება აბსოლუტურად არასწორ იმ რეგიონალურ ერთობაში, რომელიც იქმნება და ძალიან ცუდ როლს თამაშობს და აქ არ იქნება დატოვებული პასუხის გარეშე. ხედავთ უკმაყოფილო პოზიციებს აზერბაიჯანი და იმიტომ რომ აქ იქმნება ფანტასტიკური მშვიდობიანი კავკასიური ერთობა ნატოს წევრ თურქეთის მონაწილეობით და აქედან საქართველო ამოვარდნილია. ეს კიდე ცალკე ფაქტორია. მაგრამ მე მინდა აი ამას რო უპასუხო თქვენ კითხვას ოპოზიციაზეც მინდა ვთქვა. ჯერჯერობით, დღესდღეობით ის გუნდური თამაში, რა გუნდურ თამაშსაც თამაშობენ პარტიები, ხო ეს არის თამაში, ეს არის ასპარეზის ფორმა. ეს ასპარეზი არ არის. არ არის, იმიტომ რომ ეს ასპარეზი დაკეტილია, ხო? და მოდი სიმართლე ვთქვათ, რამდენიმე გამონაკლისის ქალების გარდა აი ლიდერთა კოჰორტაგან უმეტესობა მამაკაცები ყველა ციხეშია. ან პატიმრობა ემუქრება, ან გამზადებულები არიან მორიჯერზე ემუქრებათ, ხო? ანუ ეს ადამიანები არიან მსხვერპლები ვითარების, მოგწონს არ მოგწონს და თავად გუნდური თამაშის ფორმა, ხა ჩვენ თამაშობთ გუნდურ თამაშს. თამაში არ არის და შესაბამისად ცოტა სხვა დროა. დრო არის ინდივიდუალური პასუხისმგებლობის, ლიდერობის, ერთობისა და სოლიდარობის. იმას, რასაც ვაკეთებთ ინდივიდუალურად. იმიტომ აი ამ საერთაშორისო გამოძიებას მე ვაკეთებ როგორც საერთაშორისო სამართლის ექსპერტი, არა როგორც პარტიის ადამიანი. იმიტომ რომ არ მინდა რომ ვინმე მიფიქროს, რომ ხა მე ეს რაღაცა პარტიულად მჭირდება. არა, ეს ისტორიული საქმეა, აუცილებლად სიმართლე ამაზე დადგება და მე ჩემ ძალებს როგორც მოქალაქე და ექსპერტი ამ სფეროსი ვახმარ. პარტიული ქუდი გვერდზე გადადებული მაქვს, სანამ იქნება ამის შესაძლებლობა. დიდი მადლობა ანა, მაინც როგორ ფიქრობ, წავა ეს საერთაშორისო გამოძიებამდე ეს საქმე? მე ვფიქრობ, რომ რეაქცია აუცილებლად იქნება ამ ასპარეზზე, რაც არის ევროპა, რაც არის კანდიდატი ქვეყანა, არავინ არ დატოვებს ქიმიური იარაღის გამოყენების ფაქტს რეაგირების გარეშე. ეს სილის გაწვნაა თავად ევროპული კულტურისთვის და ფასეულობებისთვის. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ გაგზავნება ამას მოყვება. ხო, ალბათ მაგასაც უკავშირდებოდა სწორი თქვი თქვენ თავდასხმები, განსაკუთრებით ბრიტანეთზე და ელჩზეც მათ შორის გაკეთებული განცხადება. დიდი მადლობა ანა, წარმატებას გისურვებთ. ანადოლიძეს უსმენდით პირდაპირ ეთერში, დავბრუნდები რამდენიმე წუთში რეკლამის შემდეგ.